სპეცსამსახურის ხელმძღვანელად პოლიტიკოსის დანიშნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და მმართველი პარტია საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის. არა. ზოგადად არის ძალიან დიდი ცდუნება, რომ პოლიტიკოსმა შემდგომ თავის პოლიტიკურ საქმიანობაში არ გამოიყენოს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარტიული მიზნების მისაღწევად. აგარცემის სტუმარი დღეს გახლავთ ბონდონ ძინარაშვილი, ჩემი კოლეგა, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და მოხვედით და მინდა დავიწყოთ ესეთი საკადრო ცვლილებებით, კი ეს ცნობილი გამონათქვამია, ხო, კადრები წყვეტე ყველაფერს, ეს ბუნებრივია, თუმცა არის მეორე გამონათქვამიც ასეთი, რომელიც უფრო მეცნიერებას ეხება შესაკრებთა გადანაცვლების შესახებ და ჩვენ აი ამ კადრების როტაციას აქეთ-იქით ამას ვაკვირდებით დამოუკიდებლობის აღდგენის ლამის სათავეებიდანვე, რომ ითვლება, რომ ერთ სფეროში რომ მუშაობს ადამიანი კადრი, ის მეორე სფეროში რაღაცა მენეჯერობის შემოვიდა, ხო, მოდა თუ მართვის სტილია, არ ვიცი. ერთი სიტყვით, რით იყო თქვენი აზრით ეს გამოწვეული და შეცვლის თუ არა ეს გადაადგილებები რამეს თვისებრივად? დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, ყოველთვის სიხარულით მოვდივარ ჯორჯიასთან. ჩვენ სიხარულით გვხვდებით ყოველთვის. ეთერში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთი შეხედვით, ეხლა თქვენ ბრძანეთ, რომ კადრები წყვეტე ყველაფერს ეს ცნობილი გამონათქვამია, მე ამას მოაყოლეს იგივე კომუნისტების პერიოდში კადრები ყველაფერს კადრულობენ. კი ბატონო. მე არ ვფიქრობ, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს და იმ პირობებშიც კი, როდესაც ეს გამონათქვამი გაჩნდა, კადრები არ წყვეტდნენ ყველაფერს. რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების აღსრულებაში მონაწილეობენ, მაგრამ ყველაფერს არ წყვეტენ. მაშინაც კი საბჭოთა რეჟიმში ყველაფერს წყვეტდა ის ერთი ადამიანი, რომელმაც კადრები წყვეტენ ყველაფერსო. ანუ სტალინი იყო ყველაფერი და მე სტალინს ბრალდებოდა შესაბამისად ყველაფერი. მე სტალინის დამცველები ამბობდნენ, რომ მან არ იცოდა ყველაფერი, იმიტომ რომ ხა როცოდნოდა ასე არ იქნებოდა და დანაშაული არ მოხდებოდა და ასე შემდეგ, გამართლებას ცდილობდნენ და ეხა ამ შემთხვევაში რაც ჩვენთან მოხდა, საკადრო გადაადგილებები, მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტიისთვის, ხელისუფლებისთვის ეს არის კარგი საკადრო გადაწყვეტილებები. და რატომ? მე მოусმინე საათი და 20 წუთი იქონდა ინტერვიუ მამუკამ დინარაძეს ტელეიმედზე და ამ ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დავწუნდი, რომ ის ძალიან აკლია საჯარო პოლიტიკას და მე არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი, არ შემისწავლია ეს საკითხი და მხოლოდ ასეთ გადმოცემით, ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვთქვათ, სხვა რას ამბობს იმის მიხედვით გამოვიტანოთ ჩვენ დასკვნა, როგორი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის როგორი უფროსი იყო ის, მე არა ვარ ამ დარგის სპეციალისტი, ასე ვთქვათ, რომ თქვა ანუ სპეცსამსახურების წარმომადგენელი, რომ ეს შევაფასო და იქ არ ვმუშაობ და მაგრამ ფაქტია ის, რომ საჯარო პოლიტიკაში ჯერ ერთი როგორც ჩანს თვითონაც მოენატრა აშკარად ჩანდა ამ ინტერვიუდან ეს საჯარო გამოსვლები და საჯარო შეფასებები და მეორეც მართლა დასჭირდა ქართულ ოცნებას ეს, იმიტომ რომ მოლაპარაკე თავი, ანუ მოლაპარაკე თავი, როგორ თქვა, აი თუ ვიტყვით, რომ თქვენ გიყვართ ვეფხისტყაოსანი ქალბატონო, ძალიან მიყვარს, კი ბატონო. ვიტყვით, რომ ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძე არის ავთანდილი, აი მამუკამ დინარაძეზე უკეთ მას შერმადინობას ვერავინ გაუწევს იმ ქართულ ოცნებაში და ფაქტია ერთი, რომ იქ ცოტა სხვანაირად არის, იქ სიტყვები პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გადმოვიტანოთ ჩვენ ახლა როგორც ვეფხისტყაოსანშია, მაგრამ 10 სხვას ჯობია ერთი მდინარაძე იმ საჯარო პოლიტიკური გამოსვლებით, ვინც ყავს ქართულ ოცნებას, არავის არ ეწყინოს, ახლა ჩემგან ამის ნათქვამი, მაგრამ თვითონაც ძალიან კარგად იციან ეს, რომ მდინარაძეს ამ შემთხვევაში უფრო ჯერ ერთი ახლა უკვე უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და მეორე უფრო მეტი გამოცდილებაც საჯარო კომუნიკაციის ჟურნალისტებთან თუ ოპონირების დაუშვათ ოპონენტებთან, ახლა პარლამენტში არ არის, მაგრამ ამ პოზიციიდანაც, ვიცე-პრემიერის პოზიციიდანაც ის გაუწევს ღირსეულ ოპონირებას. მეორე საკითხი, რაც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ასეთ საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ეს არის ინსტიტუტის ხელმძღვანელობა, რომელსაც აქვს თავისი სპეციფიკა.
ის რომ დავშვათ ახალ თანამდებობაზე საუბრობთ დინარაძის, არა? დინარაძის ძველ თანამდებობაზე საუბრობთ და იმ თანამდებობით ასე ვთქვათ შეძენილი გარკვეული ინფორმაციულ და ახსნი ახლა მე ამას რასაც გულისხმობ. თამაზაშვილი არის ვინც ახლა დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად სულხან თამაზაშვილი არის პროფესიონალი პოლიციელი, მას მთელი ცხოვრება პოლიციაში აქვს გატარებული, პოლიციის პოლკოვნიკია. გეკა გელაძე ასევე პოლიციელია, მას არ აქვს სპეცსამსახურებში მუშაობის გამოცდილება და ის შინაგან საქმეთა მინისტრობიდან წავიდა საფრთხების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მამუკამ დინარაძეს პოლიციაში მუშაობის გამოცდილება აქვს გამომძიებლად, მაგრამ მას არ ჰქონდა არანაირი შეხება სპეცსამსახურებთან. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამას აქვს თავისი სპეციფიკა. ეს სხვა სპეციფიური სამსახურია ძალიან. ამ შემთხვევაში დინარაძე დაინიშნა როგორც პოლიტიკოსი. სპეცსამსახურის ხელმძღვანელად. ჩვენთან არის ასე მაგალითად თავდაცვის მინისტრი შეიძლება იყოს სამოქალაქო პირი. კი, ეს საერთოდ ევროკავშირის მოთხოვნა. კი, ევროკავშირის მოთხოვნა იყო თავიდანვე და ეს იყო ჯერ კიდევ აი შევარდნაძის შემდგომ პერიოდიდან, სააკაშვილის დროიდან გახსოვთ, რომ იქ სამხედროები არ იყვნენ, იგივე სააკაშვილის დროს. იყო სამხედრო. ხო, სააკაშვილის დროს ჩვენი კანონმდებლობითაც ასეა ახლა. სააკაშვილის დროსაც თავდაცვის მინისტრები იყვნენ სამოქალაქო პირები და ეხლაც ქართული ოცნების პირობებში. მაგრამ სპეცსამსახურის ხელმძღვანელად პოლიტიკოსის დანიშნა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება და მართველი პარტია საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის. არა. ზოგადად არის ძალიან დიდი ცდუნება, რომ პოლიტიკოსმა შემდგომ თავის პოლიტიკურ საქმიანობაში არ გამოიყენოს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარტიული მიზნების მისაღწევად. იმიტომ რომ ეს პარტია დღეს არის მართველი პარტია, მე გულისხმობ ხელისუფლების ცვალებადობის პირობებში. დღეს ახლა რა თქმა უნდა მართველი პარტიის თვის ამ ინფორმაციების გამოყენება ჯერ ისედაც ფლობს რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრია მართველი პარტიის თავმჯდომარე და ის პირველი დაშვება აქვს სახელმწიფო საიდუმლოებაზე, აგენტურას არ გულისხმობ და ეხა ოპერატიულ თანამშრომლებს ვისთან რა კომუნიკაცია აქვს, ეს ამას სხვანაირი რეგულაცია აქვს და ესე ადვილი არ არის. პრემიერ-მინისტრი ვერ მოსთხოვს, რომ აგენტების ის მომეცით სია და ვისთან რა კონფიდენტები ვინ აკავთ და რაღაც არ შეიძლება არაკორექტულიც არის და მიუღებელიც არის ეს ზოგადად. ან რაში უნდა სჭირდებოდეს ეს ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ აი რო თქვათ ხელისუფლების ცვალებადობის პირობებში და ჩვენ ეს საფრთხე, მე ამ საფრთხეზე იცით რატო ვლაპარაკობ, იმიტომ რომ 2012 წლიდან, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ ვხედავდით საჯარო პირების მხრიდან და სპეცსამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან გარკვეული ინფორმაციების გატანას და ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული საფრთხე 2012-2016 წლებში. როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებზე გარკვეული გავლენის გავრცელებას იმ ინფორმაციებით, რომლებსაც ისინი ფლობდნენ, როდესაც იყვნენ სახელმწიფო სამსახურში და ჰქონდათ მაღალი დაშვება. ასევე საჯარო მოხელეებსაც ჰქონდათ ეს გარკვეული ცდუნება იმ ადამიანებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაციები, რომელთაგანაც რაღაც გარკვეულწილად დავალებულები იყვნენ, იმიტომ რომ ისინი ამა თუ იმ თანამდებობებზე დანიშნა. სახელმწიფო მოხელის ინსტიტუტის გაძლიერება ამიტომაც არის საჭირო, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულმა უმაღლეს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებმა გულისხმობ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სწორად გაიაზრონ თავიანთი ვალდებულებები კანონის წინაშე. გასაგებია, რომ კანონში წერია, რომ არ შეიძლება გარკვეული ინფორმაციაზე რაკიმას აქ დაშვება, ამ საიდუმლოს გათქმა და ასე შემდეგ და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამაშიც ადამიანის პირდაპირ დადანაშაულება, რომ მაინც და მაინც მან გაიტანა ის ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია დაუშვათ 20 ადამიანისთვის და ერთ კონკრეტულ ადამიანს, ამის დამტკიცება არის ძალიან რთული.
ადგილი. მთავარია რომ შინაგანად ადამიანს კონდეს ის პასუხისმგებლობა, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას არამხოლოდ კანონის დარღვევა ამ თვალსაზრისით და მის ხელთ არსებული და მისთვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო საიდუმლოების ვიღაცისთვის გადაცემა, არამედ წმინდად მორალური თვალსაზრისით მან არ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და რისკზე წასვლასაც რომ თავი დავანებოთ სინდისთან ამ შემთხვევაში მართალი უნდა იყოს საკუთარ სინდისთან. მე მაგალითად როდესაც სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურში მუშაობდი და მეუბნებოდი რომ რაღაცა ინფორმაცია რომელიც უშიშროების საბჭოდან ჩამოდიოდა და მე უარს ვამბობდი, იმიტომ რომ მე არ მქონდა ის დაშვება იმ სახელმწიფო საიდუმლოებაზე, რომელიც ამ ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას მაძლევდა. იმიტომ რომ თუ ამ ინფორმაციის შესახებ შემდგომ საჯაროდ გახდებოდა ვინმესთვის ცნობილი, იმ რამდენიმე ადამიანის გარდა და მეც მეწოდინებოდა ეს ინფორმაცია, მეც გავხდებოდი ავტომატურად ეჭვმიტანილი. მიუხედავად იმისა, რომ დაუშვათ მე მუდმივად მქონდა ეს პრინციპი, რომ თუ შენ საჯარო მოხმარებისთვის გაქვს რაღაც ინფორმაცია, არავითარ შემთხვევაში ის არ შეიძლება შენ სამსახურებრივი ინფორმაცია სამსახურებრივი მოხმარებისთვის საჯაროდ გამოიტანო და საჯარო ინფორმაციად გადააქციო ის. ჩემი პროფესია, ჩვენი პროფესია ჟურნალისტობა სწორედ ინფორმირებას გულისხმობს, მაგრამ როდესაც რაღაც სამსახურებრივი ინფორმაციას ვიღებთ, ამ შემთხვევაში თუ ასეთ სამსახურში ვმუშაობთ, ამ შემთხვევაში ეს პროფესიული ჟინი, ასე ვთქვათ, უკან უნდა დავწიოთ. აუცილებლად და ამიტომ პოლიტიკოსებსაც იგივე მოეთხოვებათ. მე იმედი მაქვს, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე ამ შემთხვევაში ეს გონიერი კაცია და ამ საფრთხის წინაშე არ დააყენებს უპირველესად ქვეყანას. იმიტომ რომ საჯარო გამოსვლების დროს, როდესაც გინდა საკუთარი უპირატესობის დამტკიცება და ასეთ თანამდებობაზე ნამყოფ ადამიანს ყოველთვის აქვს ეს უპირატესობა, რომ ის უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს თუგნებას ოპონენტზე და თუგნებას იმ პროცესზე, რომელთან დაკავშირებითაც ოპონირებაშია ჩართული, ამ შემთხვევაში ძალიან დიდია ეს ცდუნება და მე იმედი მაქვს, რომ მისი პოლიტიკური გამოცდილება და ამდენ წლიანი პოლიტიკური თანამდებობის პირობა სწორედ იქნება ის, რაც მას ამ ინფორმაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას არ მისცემს. არ მაქვს ამისი შიში უშუალოდ დინარაძესთან დაკავშირებით ამის გამო, მისი გამოცდილების გამო და იმის გამოც, რომ საბოლოო ჯამში ეხა მარადიული არაფერია ამ ქვეყნად და ადამიანებს აუცილებლად რაღაც დროის შემდეგ თუ კი ზიანი სერიოზულია და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვებათ. მე ყოველთვის ვამბობდი ამას, იგივე გახარიასთან დაკავშირებით, თუ გახსოვთ საჯარო გამოსვლები მქონდა დებატები და ყოველთვის ვამბობდი, რომ ადამიანები უნდა ფიქრობდნენ იმაზე, რომ მუდმივად არ იქნებიან თანამდებობაზე და შემდგომ, ასე ვთქვათ, მათ პასუხი მოეთხოვებათ აუცილებლად. სხვათა შორის მე ამიტომ მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში კობახიძის შერმადინი მდინარაძე იქნება სწორედ ის გონიერი ადამიანი, რომელსაც ჩვენ სამომავლოდ უკვე შევძლებთ გარკვეულ მაგალითად დავსახოთ, რომ აი მდინარაძესაც ჰქონდა ამთხელა ინფორმაცია და ანუ გეკაგელაძე ტარიელი გამოდის თუ რაღაც ცოტა შემო. მან პოლიტიკურად არ გამოიყენა ეს ინფორმაცია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველთვის დიდი იყო ასეთი ცდუნება ყველა ფორმაციის პირობებში. ჩვენ ახლა რამდენს მოვესწარით ორ ფორმაციას მოვესწარით, მაგრამ ამ მეორე ფორმაციაში 90 წლის 28 ოქტომბრიდან ისეთ მოვლენებს მოვესწარით ამ ქვეყანაში, რომ არაფერი აღარ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ მე მინდა რომ ამ შემთხვევაში სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩე. დიახ. ეს თქვენ პრინციპში მაინც ოპტიმისტურად ხართ განწყობილი და შეიძლება ითქვას, რომ რჩება ასეთი დაბეჭდილება, რაღაცა გამოცდილება აკრიფა უფრო კარგი ოპონირებისთვის შეიძლება. ინფორმაციები აქვს უფრო მეტი, მაგრამ არა მხოლოდ აი ნინო მე მინდა რომ შეიძლება საჯაროდ არ თქვა, მაგრამ მანევრისთვის, პოლიტიკური მანევრისთვის იყოს მას რა თქმა უნდა აქვს ეს უპირატესობა უკვე და ყოფილ თანამდებობის პირებს, მით უმეტეს ასეთ თანამდებობებზე, ვინც მუშაობდა წარსულშიც კი, აი უფრო აი 20-30 წლის წინაც რომ მუშაობდნენ, მათაც აქვთ ეს უპირატესობა ზოგადად ყველასთან შედარებით, მათ შორის თუ თქვათ ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შედარებითაც სხვადასხვა დროს რომ მუშაობდნენ, ასეთ სპეციფიური სამსახურებია, სპეცსამსახურები, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად, ანუ მუხრუჭიც უფრო
მოკლედ უფრო დიდი დოზით ჭირდებათ სამოხრუჭე სითხეც. და მუდმივად ამას ატარებენ ისინი, იმიტომ რომ აი ჩვენი რესპონდენტები ხო სხვადასხვა დროს ყოფილენ ადამიანები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ხო, სხვადასხვა წლებში მუშაობდნენ და ყოველთვის უფრო ადვილი იყო იმ ადამიანებთან მუშაობა, რომლებსაც მხოლოდ პოლიტიკური, ასე ვთქვათ, თანამდებობები ეკავა და პარლამენტის წევრი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, ვიდრე დაუშვათ იმ ადამიანებთან, რომლებიც ასეთ სპეციფიურ სამსახურში მუშაობენ. ხო, იქ ძართული იყო, ხო, შეიძლება უინტერესო გამოდიოდა ყოველთვის, იმიტომ რომ ისინი მისდევდნენ მშრალ ინფორმაციას და თუ არა მშრალს იძლეოდნენ, გთხოვდნენ რომ ეს საჯაროდ არ გეთქვა. მე მაგალითად ერთხელ საქართველოს რესპუბლიკაში მუშაობის დროს ერთი ადამიანის ინტერვიუს ვამუშავებდით გაზეთში გამოსაქვეყნებლად და მოვიდა ეს ადამიანი და ლაპარაკი იყო ისრაელის საქართველოს ურთიერთობაზე, მოვიდა ის ადამიანი და კონკრეტული ინტერვიუდან ამოიღო გვარი და სახელი ადამიანის. და დადებით კონტექსტში იყო ეს ადამიანი ნახსენები საქართველოსთან დაკავშირებით, მაგრამ ის იყო მოსადის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და მან თქვა რომ მან კი თქვა ამ ინტერვიუში ასეთი რაღაც, მაგრამ არ არის ასურველი რომ გაზეთში ეს დაიფუძნოს, იმიტომ რომ თვით იქაც კი არ არის ამ ადამიანის გვარი და სახელი ესე ფართოდ ცნობილი. ანუ ისრაელის მედიაშიც არ იბეჭდება მისი გვარი და სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა იქაურმა რედაქტორებმა ეს იციან, როგორც მე გავიგე მაგრამ რამესეთი დაგვიმალავს კი ბატონო. მე არასოდეს არ გამომიყენებია შემდგომ რომ ამ ადამიანის შესახებ ვიცოდი რომ ის ადამიანი იყო იქ ხელმძღვანელი. იქ თავის სპეციფიკა აქვს თან სპეციფიკა. თან ჩვენ თუ წყაროს კონფიდენციალობა არ დავიცავით, ჩვენ ინფორმაცია არ გვექნება უბრალოდ და ამიტომ ისე მიკროს ხომ რაც რომ მეუბნები ეს უფრო პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო, მაგრამ რა კი მან ინტერვიუში ეს თქვა და შემდგომ თქვა რომ არ იყო სასურველი რომ უკვე გაზეთში დაბეჭდილი იყო ამ ადამიანის გვარი და სახელი ამ თანამდებობით. რა თქმა უნდა ახლა ჩვენ ანგარიში გავუწიეთ, ჩვენ ხარ ვეთყოდით რა იცი რა არის, რა კი ეს უკვე არის. თქვი, ამდენ შეგვეძლო, მაგრამ ესეთ რაღაცას კი ბატონო. ჟურნალისტიკა მაგასაც გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რესპონდენტს ანგარიში გაუწიო. ასე რომ ამ საკადრო ცვლილებებით მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება უფრო გაძლიერდა. ნუ გელაგელაძე არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი და ხო, მე არ მომწონს გეკას რო უწოდებენ, იმიტომ რაღაცა არ უხდება ამ თანამდებობას კნინობითი სახელი. მიკაც არის ასეთი სახელი და ხო და ისიც კნინობითია, კი ბატონო. კი, კნინობითია, ზოგისთვის შეიძლება ალერსობითიც არის. მაგრამ როდესაც ის დაინიშნა და გელაგელაძეს ასე წარმოადგენდნენ და მე იცნობდნენ ხა საჯაროდ მაინც ეთყობა საახალწლო და პროფესიულ წრეებში და მე უკვე ოფიციალურად თვითონაც იმის გამო რომ მუდმივად ეს არ ყოფილიყო სალაპარაკო გეკაგელაძე თვითნობდა და ბატონი გელაგელაძე არის ძალიან კვალიფიციური ადამიანი და შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მან გამოიჩინა თავი მართლაც იმით რომ აი საჯარო მოდი ასე ვიტყვი მე არ მომწონს როდესაც ასეთი თანამდებობის პირები ასეთი სამსახურების ხელმძღვანელები კეკლუც იწყებენ ჟურნალისტებთან. გულახდილად გეტყვი, ხა ამდენი წელია ვიცნობ თავრობის წევრებს და მგონია რომ ისეთი სპეციფიკა აქვს ამ სამსახურებს, რომ პოპულიზმისგან შორს უნდა იყოს და აი გელაგელაძე არის სწორედ ესეთი საქმიანი ადამიანი და შესაბამისად აქამდე თუ მეტნაკლებად მაინც ჩნდებოდა ხოლმე საჯარო სივრცეში როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი დარწმუნებული ახლა საერთოდ გაქრება საჯარო სივრციდან და მის შესახებ ინფორმაციაც რაც აქამდე ცნობილი იყო ნელ-ნელა დაიხურება, იმიტომ არ შეიძლება სპეცსამსახურების ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს კი გასაგებია, რომ ისიც თანამდებობის პირია და მასაც აქვს დაუშვათ რაღაც ვალდებულებები, დეკლარაციების შეფსება იქნება თუ სხვა, მაგრამ როდესაც ის ამ თანამდებობაზე ინიშნება, მის გარშემოც გარკვეული ასე ვთქვათ ზღუდეები იქმნება იმისთვის, რომ დაიცვას ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ნახოთ როგორი მინისტრი იქნება თამასაშვილი, მე იმედს გამოვთქვამ რომ კარგი მინისტრი იქნება, რაც აი თავარ საკადრო გადაადგილებას რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნას კოორდინაციასთან დაკავშირებით და გენერალ-მაიორ დინარაძის იქ დანიშნას მე შევახსენებ თუ ვინმეს ძალიან უკვირს შევახსენებ განსაკუთრებით უფროს თაობას რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია ასევე იყო გენერალ-მაიორი. კი ბატონო, მახსოვს. ასე რომ ეს თანამდებობა
იმასაც გულისხმობს, რომ ამ თანამდებობის მქონე ადამიანს, რომელიც კოორდინაციას უწევს სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობას, კონდეს ჩინი, მას უნდა კონდეს ისეთი ჩინი, რომელიც ან თანასწორად გენერლებს დაელაპარაკება, ან სხვა უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობასთან ისაუბრებს როგორც გენერალი. ასე რომ ამასაც ვლოცავ მამუკა მდინარაძეს და მე ვფიქრობ, რომ ირაკლი კობახიძესთან უფრო ახლოს გუნდში და მის გვერდით მამუკა მდინარაძის დანიშნა კობახიძეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რომ უფრო ეფექტურად იმუშაოს როგორც პრემიერ-მინისტრმა. კეთილი. ჩვენ რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, მალე დავბრუნდები და კოჩიძესთან ერთად. ჩვენ ეთერში ვბრუნდებით, განვაგრძობთ საუბარ ჩვენ სტუმართან, ბონდო მძინარაშვილთან ერთად და არ შემიძლია არ შევეხო, იმიტომ რომ გამოუგნებელია, აი ამ ტრიოს გამოვყოფ მაინც მარტა კოს, პაվել ჰერჩინსკის და ჯო ვილსონს, მე ვერ ხვდები რა მიზნით იტყუებიან ისინი და მე ვერ ხვდები ამდენად არსებენ პატივს თავიანთ საზოგადოებებს, რომ ასეთ უხეშ ტყუილს ეუბნებიან, ასევე არსებენ ალბათ პატივს იმ პოლიტიკურ კლასს რომელიც იმ ქვეყნებშია და იმიტომ რომ მათაც ხომ ესმით ეს თუ ეს ტყუილი უკვე მისაღებია მე მინდა შენ აი ესე გაგაშებ ადრე მაგალითად სანამ აი ერაყის კამპანია დაიწყებოდა ჩვენ გვახსოვს რომ საზოგადოებრივი აზრი მომზადდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროკავშირში რომ რა საზიზღარია ეს სადამ ჰუსეინი რომ ის თუ არ დაემხო როგორ კადრები ვრცელდებოდა ანუ მუშაობდა აი რაღაც განწყობები იქმნებოდა შემდეგ არაფერი არ დადასტურა მაგრამ ყოველთვის ხალხის ლეგიტიმაცია ხალხმა მისცა იმიტომ რომ მომზადდა შესაბამის საზოგადოებრივი აზრი. ახლა ეს ძალიან ადვილი შესამოწმებელია ისინი ტყუილებს ამობენ, მაგრამ მაინც კადრულობენ. ამდენად დეგრადირდა დასავლური პოლიტიკა, თუ ეს უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობაა და ამიტომ უნდა მოიქცნენ ასე, როცა ეს მეფე შიშველიას ვარიანტი, ცოტა სხვანაირად იყო ნათქვა, მაგრამ და ყველა შიშველია მოკლედ ასე ვთქვათ რა. სამწუხაროდ ჩვენ ცხოვრობთ იმ დროში, როდესაც პოლიტიკოსების მიმართ ნდობა და ძალიან შემცირებულია და რა ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნაკლებად აღელვებთ ამ პოლიტიკოსებს. ანუ რაც თქვენ ბრძანეთ რომ ისინი არასერიოზულად იკიდებიან მსმენელს და ეს მსმენელი არის ფართო აუდიტორია რა თქმა უნდა ნახევარი მსოფლიო თუ მთელი არა ცალკეულ შემთხვევებში ამ შემთხვევაში ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოიკიდონ ასეთ განცხადებებს აი როდესაც მაგალითად ანაკლიის სპორტი აშენდება აშენების ნაწილში ჩვენ შეიძლება მას უწოდოთ ვილსონის ახდენილი ოცნება. იმიტომ რომ ჯო ვილსონი ამბობს რომ ანაკლიის სპორტს ეხლა ჩინეთი იყენებს ირანისთვის იარაღის მისაწოდებლად რაღაც საოცრებას ამბობს სპორტი რომელიც არ არსებობს და მუდმივად თან იმას ამბობენ რომ ანაკლიის სპორტის არავაშენეთ საქართველოში იმიტომ რომ ეს ჭირდებოდა ეს შედიოდა რუსეთის ინტერესებში ან აქამდე არავაშენეთ იმიტომ რომ ჩინეთის ინტერესებში შედიოდა რომ არაშენებული იყო და ეხლაც არ არის აშენებული და ამას მუდმივად წამოგვაძახებენ ხოლმე რომ ჩვენ უარი ვთქვით ამერიკულ ინვესტიციაზე რომელიც ფაქტობრივად არ არსებობდა არანაირი ამერიკული ინვესტიცია ეხლა ვიღაცამ რომ ამერიკაში რაღაც ფირმა დაარსოს და თქვას რომ მე მაგ სურვილი ავაშენო პორტი სადღაც ან რაღაც შენობა ან აეროპორტი ავაშენო მაგრამ არაფერი არ გავაკეთო ამისთვის და შემდგომ თქვა რომ აი მე არ ამაშენებინეს დაახლოებით ასეთი ბრალდება ისმის ანაკლის სპორტთან დაკავშირებით იმ კომპანიაზე რომელიც ვითომ შემოდიოდა და თურმე ჩვენ უნდა აგვეღო ჩვენი გარანტიით უნდა აეღო ცესხის სახელმწიფოს გარანტიით და მოგების წილში თვითონ უნდა ყოფილიყვნენ და წაგების წილში მთელი სახელმწიფო უნდა ყოფილიყავით ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე ამას რა თქმა უნდა არ დაუშვებდა ჯერ ერთი კანონით არ შეიძლება კანონი გძალავს მთავრობის გარანტიას კერძო ბიზნესისთვის ისე მთავრობა რატო არ აშენებს მე არ მესმის სიმართლე გითხრათ ამას არა ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ ის რაც შეიქმნა ის კონსორციუმი 51% არის საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობა და შესაბამისად მას უკვე შეუძლია ამ შენობლობაში მონაწილეობა უკვე ყოველგვარი კრედიტების გარეშე ასე ვთქვათ ან თვითონ აიღოს დაუშვათ ისედაც სახელმწიფოს კრედიტები მაგრამ კერძო ბიზნესს ახლა გარანტად დაუდგეს და ამ ხელაფულზე ეს აბსურდი იყო მაგრამ ნუ ეს ერთი საკითხია მეორეა ეს ვილსონი ნუ არ მინდა ხოლმე ესეთი რაღაცა ბრალდებების მაგრამ ჩეკიანი ლობისტი
$1000 ჩეკიანი ლობისტები, ასეთები ყოველთვის არიან, მას აქვს რაღაცა იქ კომპანია, რომელთანაც არის თვითონ დაკავშირებული ამ ლობისტური საქმიანობა, იცით რომ შეერთებულ შტატებში არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი. ანუ კორუფცია არის იქ გაკეთილშობილები. ხა ჩემთვის ლობიზმი ლეგალიზებული არის ეს კორუფცია, ჩვენთან დაკავშირებით კეთილშობილება ამ ლობიზმის აბსოლუტურად საეჭვოა, რბილად რო ვთქვა და შესაბამისად მე არ მგონია რომ ამ ლობიზმში რასაც იქ რაკი ვერ მოერივნენ კორუფციას სხვა მხრივ ადგენდა და დააკანონეს. დაკანონებული კორუფცია ეს ლობიზმი რაც შეერთებულ შტატებში. ჩვენთან იუსტიციის სახლის ამბავია რა, იმასაც იღებდნენ ქრთამით, ეხა იმაზე მეც იხდის სახელმწიფო და ჯობია სახელმწიფო. გაზდილია ხელფასები. ეხა ევრობიუროკრატების ეს დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ საქართველოს მიმართ მე ხას უსვამ საქართველოს მიმართ და არა კონკრეტულად როგორც ახლა იციან ხოლმე გამიჯნა საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი არჩევნებში მონაწილეობს და იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ აირჩიოს ესა თუ ის პოლიტიკური ძალამხარი დაუჭიროს. შესაბამისად, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სახელით. ვისაც მხარს არ უჭერს ქართველი ხალხი, ისინი ვერ ილაპარაკებენ არჩევნებში, ვისაც მხარს არ უჭერს, ისინი ვერ ილაპარაკებენ ქართველი ხალხის სახელით. ეხლა რაღაც გამოდია ხოლმე რაღაც 10-კაციანი, 20-კაციანი ჯგუფები და ჩვენ ქართველი ხალხი მამა უცხონდათ რა ის ქართველი ხალხი არიან. ჩვენ მე როდესაც ვლაპარაკობ ჩემი ოჯახის სახელით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ოჯახის წევრები იზიარებენ იმას. არა მხოლოდ იზიარებენ, მხარს მიჭერენ ამაში და ჩვენ ერთიანად გამოვდივართ ამ პოზიციაზე, მაგრამ თუ ჩემი ოჯახის წევრები და არიან ასეთი ოჯახები, ჩემ შემთხვევაში არა, მაგრამ ზოგადად არიან ოჯახები, სადაც ერთმანეთის მიმართ ძალიან კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, სუბუქათრო ვთქვა და რაღაც კონფლიქტები აქვს და ის ადამიანი ხო ვერ იტყვის რომ ჩემი ოჯახის სახელით, მთელი ოჯახის სახელით ლაპარაკობს. ამიტომ აქაც ეს ყვირალა განცხადებები ცალკეული პატარა ოპოზიციონერების მხრიდან რომ ისინი ქართული ხალხის სახელით ლაპარაკობენ დაახლოებით იმას გავს რასაც ევრობიუროკრატები გვიკიჟინებენ რომ ისინი ევროპის სახელით გველაპარაკებენ, არაფერი ევროპის სახელით ისინი არ ლაპარაკობენ. ჩვენ არ ვფიქრობთ, მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და განსაკუთრებით ისინი, ვინც უცხოეთში მუშაობენ სხვადასხვა პოზიციაზე, სამწუხაროდ ყოველთვის არა წარმატებულ და დიდ პოზიციაზე და აქ საქართველოში მათი ოჯახის წევრებიც და ჩვენც ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, არ ვფიქრობთ, რომ ეხლა იმის გამო რომ კოსმა ასე თქვა, ან ულსონმა ისე თქვა, ან ფონ დერ ლაიენმა ასე თქვა, ან მანამდე ბორელი ამბობდა, რომ ახლა ის 64 იყო და ჩვენ ჯუნგლები ვიყავით და ბაღნარი და ჯუნგლები და ასეთ შედარებები მოყავდათ. რაღაცა გონება შეზღუდულობის მაჩვენებელი მგონია ასეთ შედარებები ამ ხელა თანამდებობის პირების მხრიდან და ეხლა ერჩინსკი გამოდის და ჩვენ არ ავირჩევთ ევროპას, ან დავბრუნდებით წვდიათში არა იმაში არაფერი არ ემუქრება საქართველოს ამ თვალსაზრისით. ჯერ ერთი საქართველოში სამოქალაქო ომზე საუბარი ძალიან საფრთხილო თემაა. ეს ერჩინსკი შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ მას აყოლილები აქ ვინც არიან, იმათ წესით უნდა იცოდნენ. მეორე, როდესაც ერჩინსკი ევროკავშირის ელჩი საქართველოში ლაპარაკობს სამოქალაქო ომში დაბრუნებაზე, არ უნდა დაავიწყდეთ მის აქაურ, ასე ვთქვათ, მაქებრებს, რომ ერჩინსკი ოსვენციმში, რომელიც პოლონელებს ძალიან არ მოწონთ საკონცენტრაციო ბანაკზე, როდესაც ლაპარაკობენ აუშვიცი უნდა თქვათ, იმიტომ რომ პოლონური ქალაქია და პოლონელები განიცდიან ძალიან, რომ გერმანელებს საკონცენტრაციო ბანაკი ჰქონდათ. იმ ქალაქებში და ვარშავაში და სადღაც კი არ იქნება ლოდში თუ სადღაც ეს სამოქალაქო ომი. ამ ადამიანებმა ვინც ერჩინსკის ამ განცხადებების გამო ტასს უკრავს, უპირველესად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ლაპარაკია საქართველოში სამოქალაქო ომზე. ისინი როგორ გადაურჩებენ ამას, რას ფიქრობენ საქართველოში, აი ნინო, საქართველოში სამოქალაქო ომი მე ყოველთვის ფრთხილად ვეკიდები ხოლმე ასეთ სიტყვებს, როდესაც იყენებენ და ტერმინებს, იმიტომ რომ ეს ძალიან საშიშია. სამოქალაქო ომში რა იგულისხმება? ვისი და ვისი შორის დაპირისპირება იგულისხმება. ანუ დღევანდელ ხელისუფლებას უნდა დაუპირისპირდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში იყვნენ ხელისუფლებაში და ეხლა დაბრუნების ჟინით არიან შეპყრობილები. და ამ დაპირისპირებაში უნდა ჩაითრიონ მთელი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ახალგაზრდები თუ მოხუცები, ქალები თუ ბავშვები და ამას უნდა მოყვეს სისხლიანი ხოცაშლე და ამას გულისხმობენ.
ამში დავბრუნდებით, ან ჩვენ წავალთ და გავხდებით ევროკავშირის წევრი, ან უნდა დავბრუნდეთ იმ წლებში რაც გამოვლენად. ეს მუხარა კი არ არის პირდაპირ განცხადებაა, რომ თუ თქვენ ჩვენს დავალებებს არ შეასრულებთ და ჩვენს გვერდით არ იქნებით და არ დაგვემორჩილებით, მაშინ ჩვენ დავაორგანიზებთ თქვენ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებას. აი ეს არის პირდაპირ გაცხადებული. და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე თქვა, რომ არავინ აპირებს ერჩინსკის გაძევებას ქვეყნიდან, ისედაც ამოეწურება ახლა ვადა და წავა. ფიშერმაც და ჩააქრო ლამპა მე მგონი უკვე და ახლა ჩაალაგებს ჩემოდნებს და წავა. და უკვე აზრი აღარ აქვს მის აქედან გაძევებას, თორემ წესით გასაძევებელია, ნამდვილად გასაძევებელია ამგვარი განცხადებების და საერთოდ მისი ქმედებების გამო, რაც განსაკუთრებით 2024 წლის ივნისიდან დაიწყო ამ ადამიანმა ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ საქართველოში. ნუ გასაოცარი ამბები ხდება. და ხა ევროკომისრების მხრიდან ესე მენტორული ტონით და ზემოდან ლაპარაკი, მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ რა. ევროკავშირი, საქართველოს არასდროს ყოფილა ევროპა, საქართველოში ევროპა, კარგად დაფიქრდნენ და ისტორია წაიკითხეთ და დაინახავთ. საქართველოში ევროპა შემოვიდა პეტერბურგის გავლით. კი ბატონო, ეს არის ფაქტი. კი ბატონო. ვისაც ისტორია არ აქვს, ისტორიული ასე ვთქვათ, დოკუმენტები თუ ისტორიული რაღაც ფილმები ნანახი, შეუძლია ნახოს და დარწმუნდეს ამაში, რომ ეს ასე იყო ნამდვილად. ჩვენს არისტოკრატიაში პეტერბურგიდან შემოვიდა, იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, მანამდე არ იყო არანაირი საქართველოს ევროპა და არც ახლა არ არის საქართველოს ევროპა. საქართველოს ყოველთვის იყო სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება. კავკასია იყო ყოველთვის. საქართველოს ყოველთვის იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი. ესეა აღმოჩნდა დერეფანი, არავით არის ახალი შუა დერეფანში და ასე ვთქვათ, არ არის, ეს ასე იყო და 1500 წლის წინ რომი და ირანი ებრძოდა ერთმანეთს. ახლა გაიხსენეთ ახლა ფარტაზი და აიეტი და გუბაზი და რომაელების და სპარსე, რომაელებმა მოკლეს სხვათა შორის. აი არაჩვეულებრივი ფილმი გააკეთა პირველ არხზე ვასილ მაღლაფერიძე მეგრისის დიდი ომი, პირველი და მეორე ნაწილი კულტურის სამინისტროსთან ერთად და ეს არის ძალიან კარგი, ამას თუ ნახავთ ისტორიას თვალსაჩინოდ დაინახავთ რა პროცესები იყო 1500 წლის წინ. შემდგომ პერიოდშიც ნინო, ჩვენ ხო ვიცით ახლა ისტორია, ვინც არის ის მე ვთხოვ რომ წაიკითხეთ ეს ისტორია. 1812 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის 1806-12 წლების ომი დამთავრდა ზავით და დასავლეთის საქართველოს თურქეთმა რუსეთის ფლობელობაში აღიარა და ფოთი და აჭარა და ახალციხე რუსეთმა აღიარა ოსმალეთის გავლენის სფერო. შემდეგმა ომებმა ნაწილი კიდევ მოაქცია რუსეთის ხელში, შემდეგ კიდევ ნაწილი მოაქცია და საბოლოო ჯამში ჩვენ 1918 წელს დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა საქართველომ, მაშინ ვიყავით იმ 33%-იანად, რომელიც დღეს თურქეთის შემადგენლობაშია. შემდგომაც, როდესაც პროცესები ვითარდებოდა, ყოველთვის დიდი იმპერიები იღებდნენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, სადრა საზღვარი უნდა გავლებულიყო და დღესაც ანალოგიური ვითარებაა საქართველოს ტერიტორიასთან დაკავშირებით, მათ აქვს ინტერესი, ვინ აკონტროლებს აქ წვირთ ნაკადებს. ეს ასე ხდება. უფრო ადრე დაუშვათ, ნუ ესე ხდებოდა ყოველ 500 წელში რაღაცა ახალი ხდებოდა, ამას იზავიც გვახსოვს ხო 1545 წლის ოსმალეთის და სპარსეთის, მერე ოსმალეთის და რუსეთის. ევროპაში მიმავლებს შინ რამდენად ახსოვთ ამას და მე მახსოვს. ამიტომ მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს და ცოტა უფროსებსაც, რომ ამ ისტორიებს კარგად გაეცნონ და მხოლოდ ამის შემდეგ ამუნათონ საქართველოს ხელისუფლება, რატომ არ აქვს რადიკალური დაპირისპირება ვინმეს მიმართ. ფარტაზის და აიეტიც ორივე იყვნენ კოლხეთის და ეგრისის ერთგულები და თავის ხალხის ერთგულებით, ისევე როგორც მეფე გუბაზი იყო ერთგული თავისი ხალხის, მაგრამ არსებობდა რაღაცა გამოსავალი უნდა მოეძებნა და ამ შემთხვევაში ნუ ეს გამოსავალი რომის სასარგებლოდ გაკეთდა მაშინ და მე გთხოვთ რომ ხდიახ და ბიზანტიის და მე გთხოვთ რომ ამ შემთხვევაში ძალიან ფრთხილად ვიყოთ, როდესაც საქართველოში ვიღაც კუნთებს ათამაშებს და ცდილობს რომ ამა თუ იმ მიმართულებით რაღაც გარკვეული პროვოკაციები მოაწოდოს. და ჩვენი სისხლი დაღვაროს, ჩვენი სისხლი არ ენაღვლება. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა მაყურებელსა და
მსმენელს. მე იმედი მაქვს ჩვენი ისტორიული მეხსიერება ძალიან ცოცხალია და ჩვენ ვიცით რომ არ უნდა ვიქცეთ საზარბაზნო ხორცად, ყოველ შემთხვევაში ტყავის დონეზე, ქვეცნობიერის დონეზე თუ გაცნობიერებული არ გვაქვს. მე დღეს გემშვიდობებით. კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ბუნებრივია სტუმარსაც და ერთმანეთს შეხვდებით კვირას 12 საათზე და არჩიბალდ მეკეშ ძალიან საინტერესო მეწყვილეს მოუძებნი და საინტერესო გადაცემა იქნება. ნახვამდის.